სემეკი წარმოადგენს ერთადერთ მარეგულებელ ორგანოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში. სხვა ფუნქციებთან ერთად მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვა. სადაო საკითხების სწრაფი და ეფექტური გადაჭრის თვალსაზრისით სემეკში ფუნქციონირებს დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტი. სემეკი განეხილავს დავებს მომხმარებელსა და მომსახურე კომუნალურ საწარმოებს შორის ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებას და სიმძლავრის გაზრდას, დეპოზიტების დარიცხვას, ხანდაზმულ დავალიანებებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს და ასე შემდეგ. მომხმარებლის მხრიდან შესაბამისი განაცხადით მომართვის შემთხვევაში იწყება ადმინისტრაციული საქმის წარმოება. დავის განხილვის ვადა შეადგენს 2 თვეს. დავა განიხილება კომისიის საჯარო სხდომაზე ზეპირი მოსმენით, თუმცა ჩამოყალიბებული პრაქტიკა არის სემეკში, როდესაც ერთგვაროვან სადაო საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომუნალური საწარმოების მხრიდან მომხმარებელმა ვერ მიიღო შესაბამისი რეაგირება მის განცხადებაზე, მას შეუძლია მომართოს სემეკს იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის საშუალებით, ასევე მობრძანდეს სემეკის ოფისში, სადაც ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან განცხადების შევსებაში, ან ხელმოწერილი განცხადება გადმოაგზავნოს სემეკის მეილზე. კონსულტაციის მიღების მიზნით მომხმარებელს შეუძლია მომართოს სემეკის ოფიციალურ Facebook-ზე ან დაგვირეკოს ცხელ ხაზზე 16 216.